ვარ სანდრო ხალვაში 8 წლით. სწავლობ მესამე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ხატვა. უკვე 2 წელია ვთამაშობ პორტოში. მე ვარ ცენტრალური თავდამსხმელი. შეტევაში თამაშობ და გოლებიც გამაქვს. უკვე მაქვს გატანილი 14 კარგი გოლი. ამ გოლებიდან ყველაზე ლამაზი გამომივიდა შორიდან დარტყმა. ასი მივეცი მერე და მებრუნეს, მე ცენტრიდან გოლი გავიტანე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო. საყვარელი გუნდია პორტოსი. ჩემ კარიერას დავიწყებდი დინამო თბილისში, მერე ნაპოლში, მერე რეალ მადრიდში და მერე ბარსელონაში. კარიერას დავასრულებ, რო ვიქნები 39 წლის და შემდეგ ვიმუშავებ მაკდონალდში. მაქვს ფეხბურთის 11 ფორმა. აქედან მახსოვს 3: მესის, რონალდოს და რონალდინიოს. მინდა მქონდეს 7 ნომერი. საქართველოს ნაკრებშიც ვითამაშებდი 7 ნომრით. ჩემი მასწავლებელი ძაღლდა ოქროს ბიჭი ხარ. ფეხბურთში ჩემ მასწავლებელს ჰქვია ზაური. ის არის კეთილი, მხიარული და ჯიგარი კაცი. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. ადრე ფიქრობდი, რომ ყოფილიყავი მეკარე, მაგრამ თავდასხმელობა უფრო მომწონს. ასევე ძალიან მიყვარს ხატვა. ხატვაზე არ დავდიოდი და ჩემით ვისწავლე. ხატვა დავიწყე, როცა ვიყავი 5 წლის. ადრე ხატავდი ფანქრებით და ფლომასტერებით. ახლა კომფორტულია მხოლოდ ფანქრით. ჩემი საყვარელი ფერია შავი. არ მიყვარს ვარდისფერი, იმიტომ რომ გოგოსფერია. მე ვიცი ბუნების და ადამიანების ხატვა. ასევე ხატავ სონიკს. ყველაზე ხშირად ხატავ ფეხბურთელებს. რონალდოს და მესის. თულია გოგოს დახატვა. მე რაღაცა ვერ ხატავ და ჩემ დედიკოს ხატავდი და ჩემს დედიკოს თეთრი თმა აქვს და ვერ დახატა და შავი აქვს. შავი გავუკეთე. ჩემს ნახატებს ვაგროვებ. უკვე მაქვს შეგროვებული 15 ნახატი. ნახატები არც გამეყიდია და არც გამიჩუქებია. იმიტომ რომ მინდა ჩემი იყოს და ჩემთვის კონდეს. მაგრამ მე მიყვარს საჩუქრებს ვჩუქნია. ჩემი ოცნების საჩუქარია რობერტო კარლოსის ხელმოწერით ფორმა. ჩუქრების გამო მიყვარს ახალი წელიც. თოვლის ბაბუა ყოველ წელს ჩუქნის საჩუქრებს. ბოლოს მაჩუქა რონალდინიოს ფორმა. აწი მინდა მაჩუქოს ლეგო. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 100 წლის და მას ჰქვია ჯემალი. სანამ თოვლის ბაბუა გახდებოდა, მუშაობდა სუპერმარკეტში. ძალიან მიყვარს სკოლა, იმიტომ რომ ყავს კარგი მასწავლებელი და კარგი მეგობრები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნია ბეჯანიძე. ყველაზე მშვიდია ნია ავარია. ყველაზე ცელქი არის ერეკლი. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და სიმპათიური. სიმპათიური კი ვარ, მაგრამ შეყვარებული არ მყავს. ბაღში მყავდა, მაგრამ ახლა დრო არ მაქვს. ჩემი მთელი დრო მიაქვს ფეხბურთს. ცოლს მოვიყვან, როცა ვიქნები 20 წლის. შვილებს დავარქმე სანდროს და ნიას. ჩემს ცოლს დავარქმე ალექსანდრას. იმიტომ რომ ჩემი ნათლობის სახელი არის ალექსანდრე. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თამთაშარაშით. იმიტომ რომ კარგად გვასწავლის, ლამაზი და მხიარულია. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი პორტუგალიაში. საქმრით ცხოვრობ მე, დედა, მამა და და. კიდე მინდა ყავდეს 2 ძმა. ჩემი და არის 14 წლის და ქვია ანასტასია. ანასტასია არის ლამაზი, პრანჭია და ნერვებს მისლის. მამიკო არის მშრომელი და მხიარული და ჩემსავით სიმპათიურია. დედიკო არის ლამაზი, კეთილი და კარგი დიასახლის. აკეთებს გემრიელ საჭმელებს. ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. კარგნის ლავზე შევჭამდი 10 ხინკალს. ძალიან მიყვარს მულტფილმების ყურები. ჩემი საყვარელი ფილმია სონიკი. ან მინდა მქონდეს სონიკის ძალა. ის დარბის ძალიან ჩქარა. ეს ძალა რომ მქონდეს, აქედან გავიქცეოდი პორტუგალიაში. დედოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მსოფლიოში ყველაზე მაგარი ფეხბურთელი. ფეხბურთიდან ჯერჯერობით გამოვედი და აპრილში შევა. ჩემი ოცნებაა გავხდე რონალდოზე მაგარი ფეხბურთელი. წინა ბავშვმა დამიტოვა ასეთი კითხვა: რომელი ქვეყნის მეფე ვიქნებოდი? მე ვიქნებოდი პორტუგალიის მეფე. შემდეგ ბავშვს უტოვებ ასეთ კითხვას: ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი რონალდოსთან ერთად. ბედნიერება არის ხატვა, გოლის გატანა და კარგი ოჯახი.
მე ვარ ბედნიერი ადამიანი.